კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ, ვინც ეხლა შემოგვიერთდა, გეტყვით რომ ჩვენთან ერთად დილა დაიწყო სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებელმა ნინო ცქიტიშვილმა. მოგესალმებით. ეს საყვარელი არხი მე მგონი მეუღლის არის. და შენი ფეშენი? არა, ჩემიც არის, მეუღლისიც, ნუ ჩემი ბიჭიც და მე ჩართული ვარ. არ არსებობს რომ არ უყურო NBA სამაშებს. შენ რომელ გუნდს გულშემატკივრობ? ნუ მაინც ბეიკერს. საყვარელი კალათბურთელი თუ ყავს? საყვარელი კალათბურთელი არის პაუ გასოლი და ჯორდანი შეუცვლელია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, იმიტომ რომ ის იყო მეფე და აღარ განმეორდება, არ ვიცი, ნუ ჩვენ ეპოქაში ყოველ შემთხვევაში აღარ იქნება. და ძალიან მომწონს ლებრონ ჯეიმსი. ნიკა? ნუ ნიკა სუპერ არის. ნელი არის საკონტროლო ემხელა სამოდელო სააგენტო. ნუ 17 წელია ამ სფეროში ვარ და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის რთულია. გახსოვს შენი პირველი გამოსვლა პოდიუმზე? ჩემი პირველი გამოსვლა იყო, კი, სასტუმრო მეტეხში, როდესაც მე ვიყავი 14 წლის. თუ ისი ჩვენება იყო, ვის კოლექცია იყო? ეს იყო ავთანდილის ჩვენება. არ ნერვიულობდი? პოდიუმზე ყოველთვის მემართებოდა ერთი რამ, რომ როდესაც გავდიოდი პოდიუმზე, საერთოდ ვერაფერს ვეღარ ხედავდი. უბრალოდ მხოლოდ მუსიკა მესმოდა, იქმნებოდა ჩემი სამყარო და უკვე ვიყავი პერსონაჟი. ანუ იმის რაც მეცვა. მოდელი თუ ყავს, რომელიც ძალიან მაგრად გიყვარს, ან მოგწონს? კი, ძალიან მომწონს და ვგიჟდები ჟიზელზე. დიზაინერი? ეს არის ალექსანდრე მაკვინი, შანელი. ძალიან მომწონს ასევე ჯორჯიო არმანი, იმიტომ რომ ძალიან ელეგანტური კოლექცია აქვს. ხარ წარმატებული მოდელი, დამფუძნებელი სამოდელო სააგენტოში. არ გიოცნებია, რომ ვთქვათ რაღაც შენი კოლექცია შეგექმნა? ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს თავისი საქმე. მოდელი თუ ხარ, უნდა იყო მოდელი და არა დიზაინერი. ნუ არ ვიცი ხა თუ გეხერხება, ნუ შეიძლება, მაგრამ მე ვარ მოდელი, ვიყავი მოდელი, ახლა მაქვს სამოდელო სააგენტო და ვაკეთებ ამ საქმეს. ხარ პირველი მის საქართველოს გამარჯვებული. როგორი იყო ეს პოსტი შენთვის? იცით რა, 16 წელს ვიყავი მაშინ. ნუ რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ალბათ ეს შეიძლება მხოლოდ საქართველოში მოხდეს, რომ მის საქართველო გახდეს 3 და საერთოდ ძალიან წინააღმდეგი ვარ კონკურსების. ეს არის გოგოს მოტყუება თვითონ. ნუ მე ვიტყუები რომ ვითომ ცნობილი ტოპ მოდელი გახდებიან აქედან, მაგრამ არა. ყველა გოგოს ვეუბნები, რომ ეს არის ძალიან დიდი წყუილი. 57 წელს გავხდი მის საქართველო, ამის მერე გამიშვეს მის ევროპაზე კიევში, რომელიც სტარდებოდა ფრანგების ორგანიზატორობით და ნუ იმის მერე ვთქვი, რომ всё, დამთავრდა ჩემ ცხოვრებაში კონკურსი. ნინო, მოდელი რო არ ყოფილიყავი, რა იქნებოდი? ნუ თავიდან მინდოდა რომ ყოფილიყავი მასწავლებელი. შემდეგ ცოტა რომ გავიზარდე სადღაც 9-10 წლის ასაკში, მე მინდოდა რომ ყოფილიყავი ბიზნესვუმენი. მკაცრი დედა ხარ? კი, ბავშვები ამბობენ რომ ძალიან მკაცრი ვარ. შვილი მტრად გაზარდე, მოყარეთ გამოგადგებავ და მაგ ცნებას მეყვარდი. ნია, თუ გაქვს ცნება, რომელიც ძალიან გინდა რომ აგისრულდეს. იცი რა, აქამდე არასდროს არ ვიყავი მეოცნება. თუმცა როცა უკვე დედა გავხდი, შვილები წამომეზარდნენ, უკვე ვოცნებობ მათ წარმატებაზე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი დილა იყო შენთან ერთად. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ სტუმრად ვიყავით სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებელ ნინო ცქიტიშვილთან. როგორც გავიგეთ, იგი საკმაოდ მკაცრი დედა, თუმცა არ გაუბრაზდეთ შვილებო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თქვენთვის გეცდება.